მოგბრძანდებით, გითხარით აბა. მოგვანატრეთ. მადლობ მივესალმები მაყურებელს, თქვენს მაყურებელს, თქვენს ერუდირებულ და განათლებულ მაყურებელს და ძალიან საინტერესო მაყურებლებს, წარმატებებს უსურვებ ყველას. დიდი მადლობა ესეთი გულთბილი მისალმებისთვის. დავიწყოთ ყველაზე მტკივნეულით, რაც ჯერ 40-იც არ გასულა, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა და რა იყო ეს ყველაფერი, მისი ღვაწლი, პატარა მონახაზი თქვენთვის ვინ იყო პატრიარქი? ჩვენ ხო ყველამ ჩვენი წილი სულიერი მამა დავკარგეთ. თქვენთვის ვინ იყო პატრიარქი და პატარა მონახაზი რო გითხრათ იმ დღეების შესახებ, რაც ერმა იხილა მისი გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე და მერე გადავიდეთ სხვა დანარჩენზე. კი ბატონო, ბევრი თქვა, ბევრი დაიწერა, ბევრის კომპეტენტურის მოსაზრება მოვისმინეთ ამ ბრწყინვალე ადამიანის შესახებ. პატრიარქი ჩვენ უნდა გვესმოდეს 21-ს აი ამ გადმოსახედიდან რო ვიყურებით, მან რა შეძლო, რა საიდან ამოიყვანა ეკლესია, თვითონ ეკლესიას იგი ეძახდა სუდარა გადაფარებულ ეკლესია. ანუ მეო სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩავიბარეო და თვითონ ამ პერიოდს, თავისი ღვაწლის პერიოდს ეძახდა მზიან ღამეს. ძალიან საინტერესოდ მას უყვარდა როგორც ესეთი სიმბოლური საუბარი, ძალიან გონიერი ადამიანი იყო, ღვთისმადლით ასე ვთქვათ გაჯერებული და სულიწმინდა მესი აირჩია იგი და ასე ვთქვათ გადაწყვიტა რომ ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყნის ეკლესია უნდა ემართა ყველაზე დიდხანს სწორედ ამ ადამიანს და ვისაც მასთან ქონია შეხება და ურთიერთობა, ყველა ამბობს რომ იგი ყველას წარმოუდგენა ქონდა რომ ძველი ჟამის, აი პირველი ქრისტიანების დონის ადამიანს ესაუბრებოდნენ. როგორც აი საერთოდ იმ პერიოდს ეკლესიის ისტორიაში როგორც იყო მე-4 საუკუნე, მე-5 საუკუნე, აი პირველი 1000 წლების მას შემდეგ რაც ის დასრულდა დევნა 312 წელს დასრულდა დევნა ქრისტიანების კონსტანტინე დიდის მილანის ედიქტით. და 325 წელს პირველი მსოფლიო კრება შეიკრიბა და აი პირველი ეს საუკუნეები და პირველი ადამიანი იოანე ოქროპირის ხანა, ხო ეს ვასილი დიდის ხანა, გრიგოლ დიოლოგოსის ხანა და ასე შემდეგ ეს დიდი მამები და ყველა აღიარებდა რომ ჩვენთვის ჩვენ წარმოდგენაში აი ასეთი პიროვნება უნდა, ასეთი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ როგორიც იყო ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. უბრალოდ ჩვენ შევეჩვიეთ მის დიდებულებას, იცით? აი ჩვენ ადამიანი როგორ არის ხო მოწყობილი, ესე ინგლისურად კარგი ფრაზა არსებობს taken for granted. ანუ ეს ნიშნავს რას? ანუ don't take something for granted ამბობენ. ანუ არ მიიღო რამე როგორც მოცემულობაო. ნახეთ რა როგორი ნათქვამია, იმიტომ რომ ეს მოცემულობა არ არის. რაღაცა რო ხდება, თითქოს ესე უნდა იყოს, არა. ყოველთვის მადლიერი უნდა იყო რაღაცა რო ხდება. მაგალითად ეხლა რომ მე ავდგე და ონკანი მოუშვა, ხო? წყალი წამოვა. და როდესაც წყალი დაწყდება, ჩვენ მაშინ ხვდებით როგორი მნიშვნელოვანია იმ წყლის არსებობა ონკანში. ასევე არის ჩვენი პატრიარქის ამბავიც სანამ იგი ჩვენთან იყო, ჩვენთან არის ეხლაც, მაგრამ სანამ იგი ხორციელად ჩვენთან იყო, იგი იყო წყალი ჩვენი, გვაწყურა, ასე ვთქვათ, დაგვანაყრებდა მოწყურებულ სულს და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენთან რომ აღარ არის, ჩვენ ვიგრძნობთ ამას, ვიგრძნობთ განა იმას, რომ ასე ვთქვათ, სულიწმინდა არ დატოვებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას დარწმუნებული, რა თქმა უნდა, არასოდეს დაუტოვია და რა ბოლომდე ჩვენთან იქნება, მაგრამ მისი მამობრივი ზრუნვა, მისი ლეგენდარული მამობრივი ზრუნვა, რომელიც რეალურად მან შექმნა ეკლესია, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ილია მეორის ეკლესია. მისი ხელდასხმულია ყველა. მისი ეპისკოპოსებიც მისი გამორჩეულია. თბილისში ხო ყველა მღვდელი მისი ხელდასხმულია. ეპისკოპოსები ვინც გაამრავლა და ვინც მის გარშემო არის, ყველა მასზე პატარა, უმცროსია სულ ყველა. ეს ადამიანები არიან, ვისთანაც მეგობრობდა, ვისაც ენდობოდა, ვისაც თვითონ ასწავლიდა საღვთისმეტყველო სემინარიაში, ანუ თვითონ ასწავლიდა, პედაგოგობდა. თითქმის შეუძლებელია წიგნებია დაწერილი, ძალიან სერიოზული წიგნებია დაწერილი და თითოეულ აი სქელი წიგნებია დაწერილი
ჩამონათვალია უბრალოდ ამ ადამიანმა რა მოასწრო აი ამ პერიოდში და რა ვიცი ჩვენ რაც ყველამ ვიცით აი მაგალითად მესამე და შემდეგი ბავშვის მონათვლა ეს მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია იმის რაც მან გააკეთა თუ მას უკითხავდით რა თქვენი აზრითო რა ყველაზე დიდი საქმე რა გააკეთეთო იგი აუცილებლად იტყოდა ორ რამეს და ნათქვამი აქვს ეს ორი რამე და მე მინდა გამოვყო პირველი რაც მან გააკეთა რასაც ამბობდა ხოლმე ის იყო რომ 7 გზის ლოცვებია ჩემთვისო ძალიან მნიშვნელოვანიო ანუ მას ქონდა სურვილი დიდი და ჩვენ თუ შევძლებთ რომ ეს აუსურვოთ საქართველოს ვერაფერი მოერევა ეს 7 გზის ლოცვები ხა დილის 6 საათზე ადგომა შეიძლება ყველა ვერ მოახერხოს მაგრამ ყველა ერთად ბევრი ადამიანი როლოცულობს ერთად და ამას აქვს დიდი ძალაო იძახდა ჩვენი პატრიარქი და ამიტომ დააწესა 7 გზის ლოცვა რომ ყველა ერთ დროს ილოცებდა და შეკრული ლოცვა უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყანასო ეს იყო მისი საფუძველი საფუძველი მაცხოვარს აქვს ნათქვამი რომ ვინც თუ ორი ან მეტი შეიკრიბებით ჩემი სახელით მე თქვენთანა ვარ ანუ კრების შეკრების კრებსითი ლოცვის ძალა ინდივიდუალურ ლოცვას არავინ გამორიცხავს ჩვენ გვაქვს ესეთი ის რომ საერთოდ არის ფილოსოფიაში ესეთი ის არსებობს ერთისა და ბევრის პრობლემა ასე ქვია რაც ნიშნავს იმას რომ რა უფრო მნიშვნელოვანია ერთი ინდივიდუალიზმი თუ კოლექტივიზმი და მართლმადიდებლობაში ბალანსია ამის არც ინდივიდუალიზმი იკარგება და არც კოლექტივის მნიშვნელობა იკარგება ანუ ჩვენ ინდივიდუალურადაც ვლოცულობთ და ინდივიდუალურად ვეზიარებით ინდივიდუალურად ვაბარებთ აღსარებას მაგრამ ვიკრიბებით ერთ კოლექტივში რასაც ეკლესია ქვია კოლექტივი არ მოწონს ხალხს სიტყვა იმიტომ რომ ცოტა კომუნისტური სიტყვაა მაგრამ რას გულისხმობ ჯგუფია ეკლესია ხომ კრებულია და ეს კრებული ანუ საზოგადო კრებსითი ლოცვა გვაქვს საზოგადო კრებსითი მსახურება გვაქვს და ასევე ინდივიდუალური და ის სწორედ ეს გააკეთა მისი აზრით და რა თქმა უნდა ვეთანხმებით რატო რა ბაზისი გვაქვს რომ პატრიარქს არ დავეთანხმოთ ყველაფერს სწორს აკეთებდა პატრიარქი და მისი აზრით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ეს 7 გზის ლოცვის ანუ სადაც არ უნდა იყო იმ 12 საათზე ლოცვა შეჩერდი რაღაცა მცირე განზრახარი ძალიან მოკლე ლოცვა გაკეთებული მამაო ჩვენოა და შემდეგ ერთი განსაკუთრებული ლოცვა არის და შემდეგ წმინდანის ტროპარია ამით ვთავრდება დაახლოებით ჯამურად რო წაიკითხო გჭირდება ალბათ 40 წამი და ეს მას უნდოდა რომ ეს გაერთიანება ამაში მომხდარიყო ეს პირველი რასაც ამბობდა და მეორე რასაც იგი გამოყოფდა იყო ასეთ სიტყვებს ამბობდა და მე მინდა ავხსნა რას ამბობდა იგი ამბობდა რომ მეო სული წმინდასო ხელი არ შეუშალეო აი ამას ამბობდა საოცარამე სიტყვებია ძალიან ხშირად გასამეორებელია და შინაარსი საფუძველი რა ედო ახსენე ძალიან ნახეთ გეტყვით აი მაგალითად მოგეხსენებათ სულიწმინდა გარდა იმის მას შემდეგ რაც უთმოფენობა იყო 2000 წლის წინ ეპისკოპოსებიდან ეპისკოპოსებზე გადმოდის სულიწმინდის მადლი რომლითაც იგი აღასრულებს საიდუმლოებებს ეს არის წირვის საიდუმლო თქვა ზიარების ესა ხო აღსარება და ასე შემდეგ ეს საიდუმლოებები არ შეუშალე ხელი ნიშნავს იმას რომ მან მაქსიმალურად გაამრავლა ღვთლებისა და ეპისკოპოსების მადლმოსილება მაშინ რა ქვია სემინარიები დააარსა ბევრი სადაც საღვთისმეტყველო საგნები ისწავლებოდა და რაც თავარია ხელდასხმა გაამრავლა ანუ გაამრავლა არ შეუშალე ცოტა ის თავდაბლური ნათქვამი არ შეუშალე ნიშნავს რომ მე არ დავაკავე და არ აი მაგალითად ესე არ გავჯიუტდიო რა ანუ იმას გულისხმობს რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება რომ ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს ამას გულისხმობს პატრიარქი და ისე დატოვა ეკლესია სხვა შორის მისმა მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ ძალიან სწორად აღნიშნა რომ ჩვენო სრულიად ჩამოყალიბებული ეკლესია დაგვიტოვა პატრიარქმა მან არ ჩაიბარა ჩამოყალიბებული ეკლესია და სრულიად ჩამოყალიბებული აბსოლუტურად გამართული ეკლესია დატოვა პატრიარქმა და ან გადაინაცვლა იქ სადაც მართალნი განისვენებენ და მოლოდინი ალბათ ბევრს აქვს რომ ძალიან მალე მისას თქო განდიდებასაც ღვთისმადლით მოვესწრებით და ვიხილავთ
ძალიან რთული გზა გაიარა ხო 59 წელს ეხუმრებით ეს ჯვარის ზიდო აი საერთოდ წარმოდგეთ ჩვენ როგორ უყურებთ იცი რაღაცა ტელევიზორში უყურებდით ადამიანები და ამათ ეს არის ერთი ჩვეულებრივი ჩვენნაირი ადამიანი ჩვენნაირი როგორ გვაზგულისხმობთ ადამიანია რომელსაც ღმერთმა ჩააბარა საოცარი ტვირთი და ზოგს აქვს ესეთი წარმოდგენა რომ აი რაღაცა ეგენი ღვთლები და ესენი რაღაცა ჯიპები დაჯო უნდა ესმოდეს ადამიანს რა ტვირთს ატარებ ეს ხალხი ეს კი არ არის მარტო წამოწექი ტვირთი კი არ არის ეს არის ტვირთი უდიდესი პასუხისმგებლობის მართლმადიდებლობის წინაშე არაფერი არ უნდა შეეშალოს ამ ხალხს ხვდებით ამ ხელა პასუხისმგებლობა აქვს მუდმივად გამადიდებელი იმის ქვეშ არის ყოველი სიტყვა ყოველი ქმედება გაღიმება ყველაფერი არის ადამიანი არის მუდმივ სტრესში რომ დაპიკრდე რამხელა დაძაბულობის ქვეშ არის იგი მას აუცილებლად სჭირდება მაქსიმალური დასვენება იმიტომ რომ ეს ღვაწლი ღირსეულად ატაროს ვაიმე რომ მაგას რამე შეეშალოს ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ პატრიარქის ან ეპისკოპოსის ზოგადად და მით უმეტეს მთავარ ეპისკოპოსის შეცდომა აისახება ერის სულზე და ამ დროს შენ ადამიანებს აგვაქვს ეს ის რომ ცოტა ალბათ ჩვენი ნაკლოვანებიდან გამომდინარე რომ რაღაცა უთვლით ადამიანს დასვენების საათებს ან რაღაცა რბილზე რატო დაჯდა და რაღაც სრული არასწორი მსჯელობა ადამიანებს გვახასიათებს ეს იქიდან მომდინარეობს რომ ადამიანებს არ ესმით რა არის ეკლესია და საერთოდ მარტო მას კი არ ესმის ასე ვთქვათ ჩვეულებრივად გარედან ვინც უყურებს სამწუხაროდ ბევრს ვინც ეკლესიაშია მათაც აქვს ესეთი არასწორი წარმოდგენები ხოლმე და აუცილებელია რომ ახსნილ იქნას რომ ეკლესია არის ერთ-ერთი ინსტიტუცია სადაც ადამიანი უერთდება ღმერთს პირდაპირი გაგებით არა მენტალურად რაღაცა წარმოდგენით ან წარმოსახვით არამედ მის ენერგიებს ეძახიან ღვთისმეტყველებას საღვთო ენერგიებს პირდაპირ ღმერთს იმიტომ რომ საღვთო ენერგიები სრული ღმერთია თავის თავში და პირდაპირ ეზიარება ქრისტეს აი ქრისტემ დატოვა ზოგს გონია რომ ბიბლია დატოვა ქრისტემ დატოვა თავის თავი დატოვა ბარძიმში აი ეს გაამრავლა პატრიარქმა მის საშუალება მეც და რავი ყველას და მადლობა მეტი რა უნდა შეიძლება საერთოდ რამდენად რა სიტყვა შეიძლება გამოიყენო აქ მადლობა არ არის საკმარისი აქ რა და ამიტომ რაღაცა მოდი ასე ვიტყვი დიდი მადლობა პატრიარქს აი ამ საოცარი ღვაწლისთვის